მოხდება თუ არა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით უკრაინაში და შემდეგ ევროკავშირში. უკრაინა მთავარი ენერგოტრანზიტული ქვეყნის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს. რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი აირის საფასურის გამოუთანხმოების შემდეგ იანუკოვიჩი ახალი ალტერნატიული პროექტების საკითხით ინტერესდება. ქვეყნის პრეზიდენტმა რადას თეთრი ნაკადის რეანიმაციის საკითხითაც მიმართა. როგორია თეთრი ნაკადის პროექტზე უკრაინის ოფიციალური პოზიცია, ნიკა მოლოდინაშვილი გიამბობთ. რუსული გაზის ალტერნატივა დასახელებული პროექტი თეთრი ნაკადი განხორციელების რეალურ შანსებს იძენს. თეთრი ნაკადის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანული, თურქმენული და ყაზახური გაზის ტრანსპორტირებას გულისხმობს საქართველოს გავლით შავი ზღვის ქვეშ გაივლის და ევროპაში განაწილდება. შაჰდენიზის და ნაბუკოს პროექტებთან ერთად თეთრი ნაკადი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს ენერგო პრიორიტეტების 22 მაისის პრეზენტაციაში მოხდა. თეთრი ნაკადის პროექტში უკვე ცნობილია უკრაინის პოზიციაც, რომელიც ამ გასადენის მშენებლობის საკითხს წინა პლანზე აყენებს. უკრაინის პოზიცია დღეს თბილისში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დააფიქსირა. ამ დროისთვის უკრაინა ევროპის ქვეყნებს 200 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს აწვდის. ჩვენ გვახელვებს ყველა პროექტი, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით უნდა გავიდეს, მათ შორის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაკადები. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა მთავარი ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია შეინარჩუნოს. მას შემდეგ, რაც უკრაინა EU-ს ხელმძღვანელი ქვეყანა გახდა, მაშინვე დავაყენეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხი. და სხვათა შორის ოქტომბერში თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ენერგოუსაფრთხოების საკითხი მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მიწვეულია ასევე საქართველოს. ასე რომ ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი, მათ შორის თეთრი ნაკადის პროექტიც დეტალურად განვიხილოთ. ახალი გასადენის პროექტში უკრაინის გააქტიურებას მიესალმებიან საქართველოში ენერგეტიკის სამინისტროში, ამბობენ, რომ მათ უკრაინის პრეზიდენტის ახლებური პოზიცია არ გაკვირვებიათ. სატრანზიტო რესურსი მისი სუსტდება, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივებს იყენებს ამ შემთხვევაში გაზპრომი, რომ იგივე ბაზარზე, ოღონდ სხვა მარშრუტით თავისი რესურსი მიაწოდოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დივერსიფიცირება, ვთქვათ, სატრანზიტო პოტენციალის რუსეთის წყაროზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, გაფართოება ეს არ არის ამოცანა უკრაინის, ამ შემთხვევაში ცდილობს უკვე სხვა წყაროზე. თეთრი ნაკადის სახელი ცნობილმა გასადენმა შავი ზღვის ქვეშ 2 კილომეტრის სიღრმეში უნდა გაიაროს. პროექტში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირიც, რომელიც ღირებულების უდიდეს ნაწილს დაფარავს. თეთრი ნაკადის სავარაუდო ღირებულება 20 მილიარდ ევროს შეადგენს. საკითხი ასე დგას, რომ თუ იქნება გაზი უსაფრთხო პოლიტიკური ბერკეტებისაგან თავისუფალი, მაშინ ევროპა გამოიყენებს გაზს. ამისთვის საჭიროა რუსეთის გაზის თანაბრად ასევე სხვა წყაროები იყოს და ერთ-ერთი გიგანტური საბადო და აუზი ამ გაზისთვის ეს არის კასპიის რეგიონი. ქართველი ექსპერტები მსგავსი მასშტაბის ენერგოპროექტების საკითხს დიდი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. საქართველოში თვლიან, რომ კონფლიქტების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც სწორედ გაზ და ნავთობსადენების საკითხს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ფრთხილი და გონივრული ქმედებებისკენ მოუწოდებენ. მთავარი მაინც რჩება ის, რამდენად ევროკავშირი, შეერთებული შტატები, რუსეთი შეძლებენ კონფლიქტის გარეშე ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას. ჯერჯერობით ბალანსები მიღწეული არ არის, ეს ჩვენ სერიოზულ საფრთხეებს გვიქმნის. თითქმის 2 ათეული წელი ევროპისთვის რუსული გაზის მთლიანად ჩანაცვლების პერსპექტივა ექსპერტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, თუმცა სხვადასხვა პროექტების განხორციელების გზით ამის საბოლოოდ მიღწევა შესაძლებლად.